ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასეთ ძალიან საინტერესო ორი დღის მერე რომ ეძლევა საშუალება რომ შევხვდე ჩვენ დიასპორას, იმიტომ რომ სადაც ვარ და სადაც შემიძლია, ეს არის ყოველთვის ჩემთვის არა ვალდებულება, არამედ ნაწილი ჩემი მოვალეობის როგორც პრეზიდენტი, იმიტომ რომ მე ვთვლი და არა მხოლოდ მე, იმიტომ ეს არ არის პიროვნული რაღაცა სტატუსი, მე საქართველოსთვის დღეს კიდევ ვარ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი და არ არსებობს ეს ინსტიტუტი თუ არ აერთიანებს ქართველებს, გარეთ მყოფ ქართველებს და საქართველოში მყოფ ქართველებს. ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გეტყვით ჯერ იმ შეხვედრებზე, რაც ახლა ჩავატარე აქა. საქართველო მე წარვადგინე არა მხოლოდ, იმიტომ რომ ეს უფრო ჩვენ გვეხება, ის ადამიანის უფლებების ყველა ის დარღვევა, რაც ჩვენ თვალწინ ხდება, დემოკრატიის ჩამოშლა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გაუქმება. ეს ყველაფერი არის ჩვენი საქმე, ჩვენი მოსავლელი, შეგვიძლია აუხსნათ ჩვენ პარტნიორებს და გაიგონ თუ რამდენად რთული არის მდგომარეობა. ჩემი მთავარი გზავნილი ის იყო, რომ ჩვენ განვიცადეთ, როგორც 2008 წელს საქართველომ განიცადა შემოტევა, სამხედრო შემოტევა რუსეთისგან, რომელიც იყო პირველი ამდაგვარი და ერთგვარი საცდელი ქვა ვიყავით რუსეთის სამხედრო სტრატეგიისთვის, რომელიც შემდეგ გაგრძელდა ყირიმში და მერე 2022 წელს, როგორც ვნახეთ, მთლიანად უკრაინის წინააღმდეგ. ეხლა ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ საცდელი ქვა. ოღონდ სხვა კუთხით, არა სამხედრო კუთხით, არამედ ჰიბრიდული სტრატეგიის სხერპლი გავხდით ამ არჩევნებში, რომლებიც ცხადი არის განხორციელდა ჩვენივე ქართული ოცნების ხელით, მაგრამ ჩაფიქრებული, მომზადებული, სტრატეგიულად დაგეგმილი ნამდვილად ამათ ტვინებში არ დაიგეგმა. ეს მოდის სხვა უწყებებიდან, ეს არის ძალიან კარგად მომზადებული, დიდი ხნის მომზადებული და ბევრად დიდი ხნის მომზადებული, ვიდრე ჩვენ ამას ვხედავდით, ვარჩნევდით. ჩვენ ძალიან წყნარად უყურებდით ამ არჩევნებს და ეს უნდა ვაღიაროთ. ვთვლიდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ამდენი ხალხი გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ ერთხელ, მეორედ, ამდენი წელი გავიდა, როცა ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა მიდის ან მერე ჩქარჩქარა ავტოკრატიის და რუსეთისკენ და ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სურათს, რომ ადვილი იქნება ამ არჩევნების მოგება, იმდენად თუ ადამიანები გამოვლენ არჩევნებზე და მობილიზაცია იქნება საკმარისი და ყველას ეს ქონდა როგორც ძალიან ყველაში გაზიარებული სურათი თუ რა უნდა ყოფილიყო არჩევნებზე. დღემდე კიდევ ჩვენ ვამჩნევთ ისეთ რაღაცებს, რომელიც თურმე იყო ნაწილი ამ დიდი სქემის და ეს მინდოდა ამეხსნა ჩვენ უცხოელ პარტნიორებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ახალი რუსული ჰიბრიდული სტრატეგია, რომელიც მხოლოდ საქართველოზე კი არ ვრცელდება, დაიწყო საქართველოთი ამ მასშტაბით ყოველ შემთხვევაში, რუმინეთშიც ვნახეთ როგორ გამოიყენეს სხვა ფორმა, TikTok-ის ფორმა და ძალიან დიდი ფული, საქართველოშიც დიდი ფული დაეხარჯა. ასევე მოლდოვაში, მოლდოვა გადარჩენილი იქნა თავისი დიასპორისგან. ჩვენ სამწუხაროდ და მე ამაზე ძალიან მწუხვარ, ვერ შევძელით უბნები, რაც საჭირო იყო დიასპორის ხმების ნამდვილად მისაღებად და ძალიან ბევრი სირთულეები დახვდა ყველან, ბევრ ადგილას და ამითი ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც უნდა მიგვეღწია და რაც მომავალში არის გასათვალისწინებელი უთუოდ. ამიტომ საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა და ყველაზე დიდი საშიშროება ალბათ ელოდება უკრაინას და რატომ? იმიტომ რომ უკრაინაში რუსეთმა ვერ გაიმარჯვა ომში. 3 წელი გავიდა და რაც იყო რუსეთის პირველი მიზნები ამ ომის, ვერც ერთი ვერ შეასრულა 3 წლის მერე. ძალიან ბევრი დაუჯდა რუსეთს, ცხადია უკრაინასაც უზარმაზარი, მაგრამ უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, დაიწყო რუსეთმა და რუსეთი
რუსეთმა ვერ დაამტკიცა ამ 3 წლის მანძილზე, რომ იყო ის რაღაცა უძლევი სამხედრო ძალა, რომლისგან ყველას ეშინოდა, როგორც იყო ადრე, პირიქით აღმოჩნდა საკმაოდ სუსტი და კიდევ უფრო ალბათ სუსტდება. მე მგონი, რომ რუსეთი ემზადება შემდეგ ეტაპისთვის და ამიტომ საქართველო, ამიტომ მოლდოვა, ამიტომ რუმინეთი თუ არ გაიმარჯვა ომში, თუ არ გაიმარჯვა მშვიდობაში, ესე იგი უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში და არჩევნებით დაიბრუნოს ის უკრაინა, რომლის დაბრუნება უნდა, როგორც უნდოდა საქართველოს დაბრუნება, იმის მიუხედავად, რომ ომით ვერ დაიბრუნა საქართველო. ეს არის გეგმა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გეგმა იქნება გამარჯვებული, მაგრამ ეს იმას ნიშნავს და ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენ პარტნიორებთან, რომ თქვენ ამას შეხედეთ გლობალურად, უყურეთ რა ხდება, შეისწავლეთ უფრო კარგად რა მოხდა საქართველოში, ვისაც აქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, რომ ეს შეისწავლოს. ურჩევ, რომ დროზე შეისწავლონ. თუნდაც ის ქვეყანა, სადაც ჩვენ ვართ დღეს და სხვათა შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს აღნიშნა, მისი ბოლო სიტყვა იყო ისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ აქაც შეიძლება დატრიალდეს ჰიბრიდული სტრატეგია ჩვენ არჩევნების დროს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან დიდი ყურადღებით. ეხლა რომ გადავიდეთ საქართველოს მდგომარეობაზე. ძალიან კარგი განწყობა არის საქართველოს მიმართ და ეს განწყობა არის დამოკიდებული იმაზე და გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ხალხი დგას ქუჩაში და ეს ამას რო ხედავენ და რამდენი დღე და რა გამძლეობით დგანან და ეს იწვევს ძალიან დიდ სიმპათიას და სურვილს რომ დაგვეხმარონ. ასევე ჩემზე დასმული კითხვები, მე ვარ იქ, სადაც ვარ, კი გამოვდივარ ქვეყნიდან, იმიტომ რომ აუცილებელი არის, რომ ჩვენი სიტყვა მივიტანო იქ, სადაც შემიძლია, სადაც მიცნობენ და სადაც აგრძელებენ ამ ფორმალურ და ოფიციალურ ურთიერთობებს, რომ საქართველოს ხმა იყოს ყველგან. ასევე ამიტომ ვიყავი ტრამპის ინაუგურაციაზე, რომ იქ ყოფილიყო საქართველო წარმოდგენილი და არა მე რაღაც პირადად, რომ მე იქ გამოვჩნდე. და საქართველო ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მე შევძლებ მისვლას. მაგრამ ჩემი ძირითადი ადგილი და მუდმივ ადგილსამყოფელი არის საქართველო და მე არსად არ ვაპირებ, რომ წავიდე და ამას ვეუბნებოდი დღეს და ვეუბნებოდი იმასაც, რომ თქვენ თუ იმას ელოდებით, რომ მე დავტოვო ქვეყანა, რომ მე დამიჭიროთ მხარი, როგორც ვენესუელის პრეზიდენტს, როცა უკვე გამოსული არის, ან ტიხონოვსკაიას, რომელსაც შევხვდი დღეს სხვათა შორის და ძალიან თვითონ ისეთი შემართებით აღსავსე ადამიანი არის, მაგრამ იმას ეხმარებიან ძირითადად იმიტომ, რომ გამოსული არის და უფრო ადვილი არის, რომ ერთ ადამიანს სიმბოლურად დაეხმარო, ვიდრე ქვეყანას და ჯობია ქვეყანას დაეხმარონ. მე არ მჭირდება დახმარება, ვარ სადაც უნდა ვიყო.